მენტალობას საერთოდ წამყვანია ყველა დავადებებში. არა ჩვენთან ენდოკრინოლოგიაში მე მგონი კარდიოლოგმაც უნდა გაითვალისწინოს, რომ მით უმეტეს დღევანდელ დღეს ჩვენ ცხოვრობთ ისეთ პირობებში, რომ ძალიან მიყვარს, მაგრამ სკოლის ასაკებს ბავშვებსაც აქვთ ზუსტად უკვე მენტალური პრობლემები და სტრესი, გადაღლა, გადატვირთვა, აი ის ეკოლოგია, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ, სულ ყველაფერი პირველ რიგში აისახება მე მგონი ფსიქიკაზე ადამიანის. შესაძლებელია რომ ნერვული ფაქტორი გახდეს მაპროვოცირებელი თვითონ შაქრიანი დიაბეტის წარმოშობით. მიუხედავად იმისა, რომ გენეტიკური ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია, მაპროვოცირებელი შეიძლება იყოს სტრესი. და უკვე ჩამოყალიბებული თქვათ მეტაბოლური დარღვევები ან ტიპი 2 დიაბეტი თავისთავად უკავშირით უკვე გარკვეულ ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს, ანუ ჩვენ თავის ტვინზე და შესაბამისად მენტალური, ანუ ერთგვარად იკვრება ეგრეთ წოდებული ჩაკეტილი წესი.